ლოდოთ ადგილას ეწერა, ხოლო იესოს შესახებ 25 ადგილას. ცოტა დაბნეული ვიყავი და ვფიქრობდი, რატომ ანიჭებს ყურანი უპირატესობას იესოს? მართალია ყურანში იესო 25 ჯერ, ხოლო მუჰამმედი 4 ჯერ არის ნახსენები, მაგრამ ეს რას ცვლის? თუ ყურანი მართლაც იესოს ამნიჭებს უფრო მეტ უპირატესობას, ვიდრე მუჰამმედს. ყურანში ყველაზე მეტ ჯერ ნახსენები არის მოსე. მისი სახელი ყურანში 136 ჯერ გვხვდება. საინტერესოა ამ ადამიანმა რატომ მაინც და მაინც იესოზე გაამახვილა ყურადღება და არა მოსეზე. რატომ მაინც და მაინც ქრისტიანი გახდა და არა იუდეველი. თუ სახელების ოდენობას თუ რომელი შუამავლის სახელი რამდენჯერ არის მოხსენებული ყურანში, ამის სიმრავლეს თუ აქცევს ყურადღებას და ეს თუა ჭეშმარიტების გადამწყვეტი, მაშინ ამ ლოგიკით ის იუდეველი უნდა გამხდარიყო. ყურანში სულ 25 შუამავლის სახელი გვხვდება, ზოგი მათგანის სახელი ერთხელ არის მოხსენებული, ზოგიერთისაც უფრო მეტჯერ. მაგალითად არიან ისეთი შუამავლები, რომელთა სახელებიც იესოზე გაცილებით უფრო მეტჯერ არის მოხსენებული. მაგალითად იუსუფ შუამავლის სახელი 26 ჯერ, ლოთის 27 ჯერ, ადამის 30 ჯერ, არონის 30 ჯერ, ნოე 50 ჯერ, აბრამის 63 ჯერ, ხოლო მოსე 136 ჯერ არის ყურანში ნახსენები. და თუ ამას მივანიჭებთ გადამწყვეტ მნიშვნელობას, მაშინ რატომ გამორჩა მხედველობიდან სხვა შუამავლები? რაც შეეხება მუჰამმედ შუამავლის ყურანში 4 ჯერ ხსენებას. როგორც უკვე ვნახეთ, სახელის ხსენებას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რადგანაც არიან სხვა შუამავლებიც, რომლებიც გაცილებით უფრო მეტჯერ არის ნახსენები ყურანში და ამაზე არც ერთი თეოლოგი არ მსჯელობს ისეთნაირად, რომ მათი სიმრავლის მიხედვით რაიმე ახალი აზრი ააგონ ამ სახელების სიმრავლეს, რაიმე აზრი დააფუძნონ და რაღაცის მტკიცება დაიწყონ. წმინდა ყურანს თუ დავაკვირდებით და სტერეოტიპული ხედვებისგან დაცლილი გონებით წავიკითხავთ, ნახავთ, რომ როდესაც ღმერთი მუჰამმედ შუამავალს მიმართავს, როდესაც მას ესაუბრება, არავითარ შემთხვევაში მას არ მიმართავს სახელით ო მუჰამმედ და მსგავსად, არამედ ის მას ყოველთვის მიმართავს ტიტულებით ო შუამავალო, ო მაცნევ და ასე. ეს კი ღვთისწინაშე მუჰამმედ შუამავლის პატივისა და ყადრის სიდიდეზე მეტყველებს, რადგანაც როდესაც დავუშვათ ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როდესაც ჩვენ მივმართავთ უფროს თავისი სახელით, ეს უფრო მეტად დაფასება ჩაგვეთვლება მის მიმართ, თუ როდესაც მივმართავთ მას ტიტულით, მაგალითად ბატონო დირექტორო და მსგავსად. რა თქმა უნდა, უფრო დაფასებული ფორმა არის, როდესაც ტიტულით მივმართავთ და ალლაჰიც ყურანში შუამავალს ყოველთვის მიმართავს ო შუამავალო, ო მაცნევ და ასე შემდეგ და არა ო მუჰამმედ. აქედან გამომდინარე, მუჰამმედის სახელის ყურანში ხსენების სიმცირე არ ნიშნავს იმაზე, რომ მუჰამმედი ყურანში არის დაკნინებული და სხვა შუამავლები, რომელთა სახელებიც უფრო მეტჯერ არიან ნახსენები ყურანში, ისინი უფრო მაღალ საფეხურზე ყოფებად. ყურანში 4 ჯერ არის მუჰამმედის სახელი ნახსენები ვთქვით და ესეც მხოლოდ მესამე პირში. მაგალითად, მესამე სურას 44 აიათში კითხულობთ, რომ მუჰამმედუნ وما محمد إلا الرسول
მუჰამმედის სხვა არავინა თუ არა შუამავალი. ასევე ვკითხულობთ 33 სურას 40 აიათში ما كان محمد ابا احد من رجالكم محمدي თქვენგან არც ერთის მამა არ ყოფილა ولكن رسول الله وخاتم النبيين მაგრამ ის იყო ალლაჰის შუამავალი და შუამავალთა ჯაჭვის ბოლო რგოლი. ასევე ვკითხულობთ 42 სურას 29 აიათში მუჰამმედუნ რასულულლაჰი მუჰამმედი ალლაჰის შუამავალია.